რა საერთო აქვს ამ ორ ნივთს ერთმანეთთან? ორივე არის ერთჯერადი. მოტო ავარიის დროს თუ ჩაფხუტმა მიიღო დარტყმა, აუცილებელი არის რომ ეს ჩაფხუტი შეიცვალოს ახლით. ამას ამბობენ ჩაფხუტების მწარმოებლები. ჩვენ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ვყიდულობთ მეორად ჩაფხუტებს და ასეთი ჩაფხუტი შეძენის დროს ჩვენ გვმართებს მაქსიმალური ყურადღება, რომ არ შევიძინოთ რაღაც ნახატქუნები ჩაფხუტი. გარედან რომ დაათვალიერებ ჩაფხუტს, თუ მას არ აქვს ბზარი, რიგი ფიზიკური დაზიანებები, ამის შემდეგ უნდა ჩავხედოთ შიგნით რა ხდება, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ჩაფხუტებს შიგნით ბალიშები უზიანდება და ეს ბალიშები კი არის შეცვლადი, მაგრამ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ხშირ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ შეაფასეთ ჩაფხუტი შიგნიდანაც და გარედანაც და შემდეგ შეიძინეთ იგი. თუ რაღაც კითხვის ნიშნებს ბადებს ეს ჩაფხუტი და მისი ვიზუალური მდგომარეობა რაღაც ეჭვს იწვევს თქვენში, უმჯობესია რომ თავი გაანებოთ და არ იყიდოთ ამისთანავე ჩაფხუტი.